ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარი რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ნატალია ორაგველიძეა. იგი ახლა მოგვიყვება იმ მიღწევებსა და შედეგებზე, რომელიც ახალგაზრდებისა და პედაგოგების ერთობლივი შრომის შედეგია. მოგესალმებით, კაპიტან ნატალია, მადლობას გიხდით გადაცემის სტუმრობისთვის. თქვენ გიხდით უღმეს მადლობას, რომ ეს ყურადღებით მანებივრებთ ხოლმე ტელევიზიები, თქვენთან პირველად ვარ და ძალიან სასიამოვნო გარემო გაქვთ, მინდა გითხრათ. მადლობა. ვიდრე დავიწყებდეთ თვითონ უკვე სამუსიკო სკოლის შიდა ამბებზე, მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ბაჩიც არის კაპიტან ნატალიას მოსწავლე, მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე შეიძლება ითქვას და კაპიტან ნატალიასგან ვიგებთ სწორედ ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდების შესახებ. აი, ბაჩიზე რომ დავიწყოთ საუბარი, კიდევ რა მიღწევები აქვს და როგორ მიაღწია ამ ყველაფერს 5 წლის მანძილზე 14 წლის ასაკში. დიახ. ჩემდა საბედნიეროდ ეს ბავშვი გონიოს ფილიალში აღმოვაჩინა, რომელსაც არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ყავს ჩემი მეგობარი ქალბატონი ბანანა სანაძე, რომელიც ძალიან ზრუნავს მის აი 80 ბავშვზე და ყოველთვის წარმატებით გამოყავს ხოლმე ჩვენს ერთობლივ კონცერტებზე და საერთოდ საშობაო კონცერტები და დასკვნითი კონცერტების ანგარიშო წლის ბოლო ეს ის ორი აუცილებელი ღონისძიება, რომელსაც მე ვესწრები ყოველთვის და ვაკვირდები ბავშვებს, იცით, ვინ როგორ ვითარდება, პედაგოგები როგორ მუშაობენ, ვახალისებ მათ, დიპლომებს გადავცემ ხოლმე. ჩართული მყავს ისინი შიდა სასკოლო ყველა ღონისძიებაში და ცოტა გამორჩეული ბავშვი, რა თქმა უნდა, უკვე თავაზობ დედაქალაქშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, საზღვარგარეთაც და ყოფილა შემთხვევები, რომ ნამდვილად არ შეურცხვენი ვართ. ანტალიაში საერთაშორისო კონკურსებზე თრუდადრო ყოფილან ბავშვები. მაგრამ ეს ბიჭი რაღაც ისე სხვანაირად გამოვრწყინდა, იცით, ყველას ჩემი სკოლის ბავშვებს შორითაც, აი ძირითადი სამუსიკო სკოლის ბაზაზე 652 ბავშვი სწავლობს დღესდღეობით. აქედან, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული არის საფორტეპიანო განყოფილება მოგეხსენებათ. 70% მას უკავია და მათ შორის გონიოს 80 ბავშვი და ეს ბიჭუნა ისე სხვანაირად რაღაცა გამოჩნდა ამ ბავშვების ფონზე, რომ მიექცია ჩემი ყურადღება ჯერ ვიზუალმა, მერე დამოკიდებულება, მიცით, ბგერის მიმართ, კულტურა, რაღაც შინაგანი კდემა მოსილება და ბგერასთან ურთიერთობა. თან თითებიც საკმაოდ ხარტად დარბოდა. ქალბატონ მაია ხომერგთან დაიწყო მუშაობა, რომლის ბავშვებიც გამოირჩევიან სხვათა შორის ტექნიკური განვითარებით. და მანანას ვთხოვე, რომ მანანა მეთქი, ეს ბავშვი ცოტა განსხვავებულად უკრავს მეთქი, განსხვავებული ხედვა აქვს მეთქი და მოდი თქო, მთელი აგვისტო ვიმუშავებ, უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა, თუ კი მოვლენ მეთქი, დედას კითხე თქო, თან მისი ნათესავიც არის და დავიწყებ მეთქი აგვისტოში ერთი თვე. თუ მომეწონება, მერე გავაგრძელებ. ერთი წელი არაფერი არ მინდა, უბრალოდ გავტესტავ, შევხედავ ის, რაც მე მასში დავინახე. თუ ის გაამართლებს, მე უკვე გავაოფიციალურებ ჩვენს ურთიერთობას. ეს მაშინ როცა უკვე მხოლოდ ერთი წელი ქონდა პიანოს. დიახ, 8 წლის შემოვიდა და 9 წლის გავიცანი მე, ანუ ეს ერთი წელი შავი სამუშაო ხელები დაუშვათ სანოტო ანბანთან ზიარება მოუწია გონიოში. და რო დავიწყეთ 1 აგვისტოს, პაპანაკება 40 გრადუსი სიცხე და თურმე ბავშვი საიდან მოდის გონიოს თისწვერზე ცხოვრობს 1 საათი ლამი სჭირდება, რომ იქიდან ჩამოვიდეს ქალაქამდე. მე ხო ეს არ ვიცოდი, გონიო ჩემთვის არის ზღვის პირი. და დავიწყეთ. ისი ამყვა, აი უსწრაფეს ტემპებში ერთ კვირაში უკვე ბავშვი ყველაფერი რაც მივეცი, ისწავლა, მომიტანა, გაარჩია, გავარჩიეთ ერთად, რაც ვასწავლე ყოველ შემთხვევაში, რაც ავუხსენი ის მომიტანა, მეორეჯერ არ დამჭირვებია თქმა და შემდეგ გავაძლიერეთ ურთიერთობა. დედას აი უზომოდ დიდ მადლობას ვუხდით, რომ არა მისი დედა, ბაჩი ვერ შედგებოდა ასე წარმატებულ პიანისტად. აი სამეულიცით, პედაგოგი, მოსწავლე და შობელი. აი სამი ფენომენი. კი, თუ თანხმედრაშია, იქ საოცრება შეიძლება მოახდინო ხოლმე არაერთხელ. თუ რომელიმე ერთი გამოთიშულია, ვერა, ნამდვილად ამ დონეს ვერაფრით ვერ მივაღწევთ, ვერაფრით. და მე მთელი აგვისტო რო ვიმუშავეთ, სექტემბერიც გავაგრძელეთ მუშაობა, ოქტომბერში უკვე გავუბედეთ და თბილისში წავიყვანე საერთაშორისო კონკურსზე. აი, უბრალოდ შევხედავ რა სიზამ სცენაზე მეთქი. იქაც გამოიკვეთა. იქაც ლაურეატი გაამართლა. იქაც ლაურეატი გახდა და უთხარი მანანას.
ეს ბავშვი უკვე ნამდვილად შეძლებს იმას, რასაც მე გეგმავ მასთან მიმართებაში მეთქი და აი მართლა ისე სპონტანურად გავაგრძელეთ მუშაობა, ურთიერთობა, მეგობრობაც ჩვენ შორის რა თქმა უნდა დამყარდა, ესე არ შეიძლება. ნდობა, ურთიერთპატივისცემა, ძალიან დიდი სიყვარული და ყოველთვის მიმართლებს ეს ბიჭი, იმეც იმიტომ რომ ყველა მისი შრომა დაფასდა. დაფასდა საოცრად, კი დაჭერის განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ, კი და ქალაქის მერიის მიერ არაერთხელ დასახელდა ნომინანტა და გაიმარჯვა თავისი ფულადი პრემიებით, რომლითაც ახალი ინსტრუმენტი იყიდა სხვათა შორის გერმანული როინიში, რომელიც სახში უდგას თავისი მოგებული თანხით. გავიყვანე ძალიან სერიოზულ კონკურსებზე თენგის ამირეჯიბის სახელობის ბორჯომში, სადაც საზღვარგარეთის უცხოეთი ჟიური იჯდა წამყვანი მუსიკოსები ისხდნენ. იქაც პირველი პრემია იყო, ჯამში 11 გრან-პრი, 23 კი აუცილებლად, რა თქმა უნდა. ხან ფულადი პრემია, ხან სახელი, ხან ახალი მოწვევა, იცით, კონკურსი მოყვება ხოლმე. და ყველგან გაამართლა. ყველგან გაამართლა, 6 სოლო კონცერტი აქვს ჩატარებული და ეხლა ლანჩხუთს დავუპირდით, ლანჩხუთში ბაკო შუკაშვილის კონკურსზე გაიმარჯვა და ისეთ თბილად მიგვიღო ლანჩხუთის სამუსიკო საზოგადოება, მუსიკალურმა საზოგადოებამ, რომ დავუპირდით იქ ჩასვლას სოლო კონცერტი და გველოდებენ 30 ოქტომბერს. სესია მომდევნო და წარმატებებს უსურვებთ ბაჩის თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. რა გზა უნდა გაიაროს მოსწავლემ, რომ ბაჩის მსგავსად წარმატებულ მუსიკოსად შედგეს? ძალიან დიდი შრომა. იცით, ბევრი ნიჭიერი ბავშვი შემხვედრია. ძალიან მონდომებული მშობელი შემხვედრია. მაგრამ ყველაფერი ერთ ბავშვი იყოს თავმოყრილი, ეს არის მართლაც ღვთის აჩუქარი ნებისმიერი პედაგოგის. მით უმეტეს უკვე ჩემნაირი შემიძლია ვთქვა, ამათ გამოცდილი პედაგოგის, ხო, არაერთი წელია ვმუშაობ და ბევრნაირი ბავშვი გამის და ბევრი უკვე ჩემი კოლეგა არის, მათ ძალიან მიხარია. ერთი თორნიკე ბერიძე ლონდონში სწავლობს, ანრი კაკაბაძე იანვარში მიემგზავრება, სალომე სურმანიძე ჩემი აღზრდილია 5 წლიდან. ლორემ ჟამანაძე ყველანი ძალიან მიიხარია, რომ ძალიან ბევრი უკვე ჩემთან ასწავლის კიდევაც. მაგრამ ისევ და ისევ თუ არ იშრომეს ბავშვებმა, მარტო ნიჭი შორს ვერ წაგვიყვანს ნამდვილად. რა თქმა უნდა, შრომა ყოველთვის მთავარია. კი, ბაჩის გამოუმშავდა ეს, იცით, აი როგორც საუზმეს ადილ ბახშამი აუცილებელია მისთვის ვალდებულება, ასევე ვალდებულება, რომ იმეცადინოს და მე მიხარია, რომ ამ ბავშვმა დროის ფასი იცის. იცის, რომ დაკარგულ დროს ვერ დაინაცხოვრებს და ამიტომ თითოეულ წუთს წამს საათს უფრთხილდება და ეს მე ძალიან მახარებს და ამიტომაც ჩვენ ძალიან დიდი პროგრამა გვაქვს და ძალიან ბევრი კონკურსი გადაბმული ერთმანეთზე. აი საინტერესოა რა გუნდებს აერთიანებს რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლა გარდა ფორტეპიანოსა. რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლას გააჩნია 3 საგუნდო კოლექტივი, 1 ცოცხალი ვოკალური ინსტრუმენტული ბენდი და ძალიან კარგი სტაბილური მევიოლინეთა ჯგუფი, ფლეიტები, კლარნეტები, მოგეთ საორკესტრო გაყოფილებაც და რა თქმა უნდა ვოკალური გაყოფილება. ანუ ყველა მიმართულებით ვცდილობ არ გამომჩეს არსად ნიჭიერი და მონდომებული ბავშვი, მოსწავლე. აი რამდენად დიდია დაინტერესება ახალგაზრდა თაობაში? საოცრად მიხარია გოგონებო, რომ წლითი წლობით იმატებს აბიტურიენტთა რიცხვი. მე ყოველთვის ისე გული მწყდება, რომ ყველას ვერ ვღებულობთ, რა თქმა უნდა, ეს ხდება საკონკურსო შერჩევის გზით და ძალიან ბევრი რჩება სკოლის მიღმა. თუ რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებად მოგეხსენებათ. ყველას ვერ მივიღეთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად მოდიან და სამივე სკოლა ძალიან არის დატვირთული აბიტურიენტებით, ეს მეტყველებს მუსიკის ძალიან დიდ წარმატებულობაზე და მოთხოვნადობაზე ჩვენს ქალაქში და ზოგადად ალბათ საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ აქ მოსული მოსწავლე ერთ წელში არ მიდის თქვენგან. აი, რა გზა უნდა გაიაროს, რომ დიპლომამდე მიაღწიოს? კარგი შეკითხვა, მართალი ბრძანდებით. ეხლა რა ხდება, იცით? ძალიან ბევრი ბავშვი ძალიან არ მიყვარს ამით, მაგრამ ნაკლებად ნიჭიერია დაუშვათ. თუ ყველა ბავშვი მინდა რომ ეზიაროს ამ ჭეშმარიტ მუსიკალურ ხელოვნებას, იმიტომ რომ ყველა მუსიკოსი ვერ გახდება, მაგრამ კარგი მსმენელი ჩვენ მჭირდება. ამის დეფიციტი გვაქვს. რომ ბავშვი ეცოდინება ის ბაროკო, კლასიკა, რომანტიკული მუსიკა, მოსმენილი რო ექნება ბევრჯერ, ხო?
ის რომ დაინახავს აფიშას, ყურს, ხო და თვალს მოკრავს, აუცილებლად მოუნდება მოისმინოს ეს ლაივში. ხო, ამის საშუალებას იძლევა ჩვენი ქალაქი ნამდვილად დაატვირთული კი არა და გადატვირთულია მუსიკალური ფესტივალებით, ლამის ერთდროულად სხვადასხვა დარბაზში, სხვადასხვა ლოკაციაში. და აი იქ რომ მოუნდეს წასვლა და დასწრება, ეს არის ჩვენი მიზანი. რაც შეიძლება მეტი მუსიკალურად განათლებული, ინტელიგენტი მსმენელი გავზარდოთ. 100-დან იყოს 20% მუსიკოსი, 80 იყოს ძალიან განათლებული. რა თქმა უნდა, ეს საწყენი არც ყველა ვერ იქნება კარგი მუსიკოსი. ხო, აი მუსიკოსი. რამდენი მშობელი, ბევრს გონია ახლა, აი ამ ჩვენი მოსწავლების წარმატებებმა ალბათ ძალიან კარგი სახელი მომიხვეჭა და ჩადოქარი ნამდვილად არა ვარ. ყველას ვეუბნები, იმიტომ რომ თუ ბავშვსაც რაღაც განსხვავებული, განსაკუთრებული ნიჭი არ აღმოაჩნდა, ხო? მარტო მშობლის ძალის ხმევა, ჩემი დამატებითი გაკვეთილებიც კი სასწავლო შედეგს ვერ მოიტანს. ბუნებრივია, ყველა მოციქული ვერ იქნება, ყველა სხვადასხვა ნიჭი გააჩნია და შესაბამისად, თუმცა მაინც ვისურვებდი რომ ძალიან ბევრი მუსიკოსი ყოლდეს ბათუმი მუსიკის ძალიან შრომის მოყარე ბავშვებსაც, ხო, ზოგს აქვს ტექნიკური და უშუალოდ აპარატი კარგი და კარგი მუშაობით, გარკვეულ შედეგებს ვაღწევთ. უბრალოდ ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს აი საერთაშორისო დონის აღიარებაზე. აი აქ ცოტა აი ბაჩი, ანრი თორნიკი ამას ჭირდება პირადი შინაგანი, სხვა ემოცია, სხვა მუხტი, დიახ და სხვა ღმერთიდან გოძებული ნიჭიერება. აი ხშირად ახსენებთ ღონისძიებებს და ძირითადად რა სახის ღონისძიებებში იღებთ მონაწილეობას, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ღონისძიებები საინტერესოა. შიდას დიახ სკოლაში რომ არ გამომჩეს არც ერთ აი ნიჭიერი ბავშვი, ხო? ყველა რო შევამჩნიო დროულად თავის პედაგოგთან ერთად და ჩავრთო უკვე ის რესპუბლიკურ და საერთაშორისო სივრცეებში, ამიტომ ჩვენ რამდენიმე ტრადიციული, სტაბილური შიდა საკონკურსო ღონისძიებები გვაქვს, მაგალითად ტექნიკური განვითარებისთვის ეტიუდები, რომანტიკული მუსიკისთვის პიესები, ეხლა დავნერგეთ ქართული მუსიკის კონკურსი, შიდა კონკურსი, ვინაიდან საქართველოს უკვე ყველგან ტარდება სერიოზული მუსიკოსების მიერ ქართული მუსიკის კონკურსი, როგორც პროპაგანდა ჩვენი ეროვნული საგანძურის, რაც ძალიან გააქტიურებულია და მიხარია. აი ეხლა რთული ფორმატს დავაწესეთ. შიდა ვოკალური კონკურსი, მევიოლინებისთვის, ფლეიტებისთვის, მოკლედ ყველა აქტივობა ჩართულია და აქედან უკვე მე მეძლევა საშუალება დროულად დავინახო და ხელი შეუწყო მათ შემდგომ განვითარებას. ეს ეხება არა მარტო მოსწავლეს, არამედ თავის პედაგოგსაც, იმიტომ რომ პედაგოგსაც ჭირდება აუცილებლად ყურადღება და მოტივაციის ამაღლება. თერცის მოსწავლეები ღონისძიებებზე გაგყავთ, ალბათ ესეც მათთვის ძალიან დიდი მოტივაცია, რომ უფრო მეტი და მეტი ისწავლონ. აუცილებლად, იცით, მე დავწმუნდი, რომ თითოეული კონკურსი ელემენტარული, აი კლასში ბავშვი ვერ გაიზრდება. კლასიდან თუ გინდ სკოლის დარბაზშივე გადასული ბავშვი რომ აი სკოლის კონცერტზე უკრავს, ჯერ ვიზუალური მხარე, ისეთი გამოპრანტულები მოდიან ხოლმე და სხვა პასუხისგებლობას გრძნობენ, მათ მოყვებათ თავიანთი გულშემატკივრები, ხო, დეიდა, მამა, ბებო, ბაბუ, მეზობელი, მეგობარი, ისინი რომ ყვავილებს მიართმევენ, კარგ აპლოდისმენტებს დიახ, აჩუქებენ. შემდეგ იცით ძალიან ბევრი ბავშვი უკვე მოდის და იცით მე უფრო მეც ვიმეც ადინდებ მომეწონა რა კარგი ყოფილა როიალთან შესრულება ნაწარმოების და ძალიან ბევრი ბავშვის ბედით შეცვლილა იცით და შემდგომ წლებში უკვე დამინახავს მათი საკმაო ერთმანეთს აძლევენ მოტივაციას. ძალიან მნიშვნელოვანია. აი სახალხო ღონისძიებებიც ახსენეთ, რომ აი წლის რამდენიმე ტრადიციული ღონისძიება აქვს. აი ძირითადად რას გულისხმობთ? ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ სასწავლო წელს, ჩვენთვის სასწავლო წელი პირველი სემესტრი მთავრდება დეკემბრის ბოლოს, ხო? და ბუნებრივია ასოცირდება ეს დეკემბერი საშობაო მოვლენებთან. და ყოველთვის გვაქვს საშობაო კონცერტი, როგორც შიდა სასკოლო, ასევე არაჩვეულებრივი რესპუბლიკური ქალბატონი ციცინო ბიჭიკაშვილის მიერ დანერგილი მრავალი წლის წინ და ყოველთვის დიდი შემადგენლობით ჩავდივართ ხოლმე დეკემბრის მეორე ნახევარში და წარმოვადგენ ჩვენი სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს, რომლებაც დაიმსახურეს იქ წარდგენა ძალიან დიდ საკონცერტო დარბაზში და მთელი საქართველოს წარმატებული ბავშვების წინაშე. და ძირითადად სად ტარდება ხოლმე ეს ღონისძიებები? ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაში, აბსოლუტურად განსხვავებული. აი ვერ ვიტყვი რომ ერთი და იგივე ყოველთვის ხდება სადღაც ერთ დაწესებულებაში. არა. ძირითადად ჩვენი პარტნიორი გახლავთ ევგენი მიქელაძის სახელობის
ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ქალაქ თბილისში, არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ქორქაძე, სხვათა შორის მე და ბაჩი მიქელაძე უკვე ამ სკოლის ბაზაზე არსებულ საქართველოს საუკეთესო მუსიკოს შემსრულებელთა რიცხვში მოვხვდით, რაც უკვე საშუალებას მოგცევს კიდევ უფრო ხშირად ჩავერთოთ თბილისში მომხდარ მოვლენებში და შევეხოთ ასევე საქართველოს სხვადასხვა ახალგაზრდულ თუ გამოცდილ სიმფონიურ ორკესტრებს და მათთან მითანამშრომლობ, რისთვისაც ვსარგებლობ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ქორქაძეს და ქალბატონ ციცინო ბეჭიკაშვილს, რომლის ფავორიტი გახდა ბაჩი პირველივე გრან-პრის თანავე მიღებულს ანტალიაში საერთაშორისო კონკურსზე. ძალიან საინტერესოა. ასევე ძალიან საინტერესოა ისიც, აი ქალაქში გამართულ ღონისძიებებში თუ იღებენ მონაწილეობას თქვენი მოსწავლეები. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვენდობა ჩვენი ხელმძღვანელობა, სამინისტრო, მერია და ძალიან ხშირად გვთავენ, როდესაც ყავთ სერიოზული საპატიო სტუმრები ბათუმში, გვაქვს ის ფუფუნება, ბედნიერება, რომ გავალამაზოთ მუსიკალურად ესა თუ ის სერიოზული და საინტერესო ღონისძიება, მნიშვნელოვანი. სხვათა შორის დრამატულ თეატრში, ხელოვნების ცენტრში ყველგან გამოდის ჩემი სკოლა დიდი რაოდენობით, აქ საგუნდო კოლექტივები ჩართულია, ბენდით ჩართული და რა თქმა უნდა, ინსტრუმენტალური განყოფილება და საფორტეპიანო ყოველთვის ლიდერობს ხოლმე და დიდი მადლობა ამისთვის, რომ ყველა გვენდობა, ხელმძღვანელობა გვანებიღებს ყურადღებით და რა თქმა უნდა ფინანსური მხარდაჭერით. და ძალიან საინტერესოა, რა გეგმები აქვს სამუსიკო სკოლას, რისთვის ემზადებით? ძალიან აქტიური შემოდგომა. დაიწყო ოქტომბერი გადმოვიდა და შესაბამისად მთელი წლის განმავლობაში გექნებათ გეგმები. ჯერ იცით, აგვისტოში ვიყავით ლიეტუვაში 10 დღე ძალიან სერიოზულ კონკურსზე მივიღეთ კონკურსში მონაწილეობის უფლება. აი ბოლო გრან-პრი მოგცა ამის საშუალება, რომ ჩემთვის საოცნებო კონკურსზე მომხვედრილი ყავი და როდესაც იქ აბსოლუტურად უცხო გარემოში, მთელი ევროპის წინაშე და აზიაც იყო სხვათა შორის, ბაჩი მიქაიღო პირველი პრემია და კოსტა-რიკაში, ეხლაც მიფეთქებენ ტელეფონს, კოსტა-რიკაში მიწვევა და პოლონეთში მიწვევა. უსანსყიდლოდ, რა თქმა უნდა, ოღონდ კი ჩავიდე და ყველა ლაპარაკობდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ბიჭია ჩამოსული წელ საქართველოდანო. აი საოცარი შესრულების მანერა და ბგერის კულტურა აქვსო და ყველას მოუნდა ჩვენი გაცნობა და ჩაგვდეს აბსოლუტურად ყველა კონცერტში. და აი მაშინ დავწმუნდი, რომ ეს ბავშვი უკვე მზად არის სერიოზული, ძალიან დიდი დიდების კონკურსი რო ქვია, დიდებისთვის. ცოტა აი 1-2 წელი გჭირდება ის ასაკი, რომ ჩავერთოთ უკვე ფრიად მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსებზე და აი ეხლა სწორედ ეს კონკურსები კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ოქტომბერში უღმესი მადლობა ჩემს სამინისტროს ქალბატონ თეატრიშვილს კონკრეტულად ვის ინიციატივითაც ჩვენ ნეაპოლში მოხვდებით იტალიაში არაჩვეულებრივი შემადგენლობით. მე და ბაჩის გვაქვს ფუფუნება, ბედნიერება რომ მოხვდეთ ამ შემადგენლობაში და მეც დაუკრა აკომპონირება გაუწიო არაჩვეულებრივ მომღერლებს და ბაჩემ წარმოადგინოს თავისი ხელოვნება და ნიკოლოზ ვადაჭკორიას გაუკეთოს აკომპონიმენტი. ნეაპოლში 3 დღით, შემდეგ ჩამოსვლისთანავე ვილნიუსში გვაქვს მიწვევა უკვე არა მარტო ბაჩის, არამედ კარგი ვოკალისტი გოგონა მიმყავს, იმედები მაქვს არაჩვეულებრივი დამწყები. კი, ანდრია კაპანაძე, პატარა მეორე კლასელი არაჩვეულებრივი ბიჭი, რა ვიცი, მეუბნები რომ შეუნდა შეცვალო ბაჩი მეთქი დრო რომ მომარო წვეთა არ იყოს. აი, ანდრია კაპანაძე მყავდა, წავიდა, მოვიდა ბაჩი რო წავა ჭირდება ანდრია კაპანაძე ჰაერი, იმიტომ მივეჩვეო უკვე ასეთ განსაკუთრებულ შედეგებს. ნაკლებს აღარ დავჯერდები და ეს ბავშვი და მისი დედა და მამა ოჯახი ამის საშუალებას იძრება, რაც ძალიან მახარებს. ძალიან მნიშვნელოვანი. ალეკო ქედელიძე კიდე არაჩვეულებრივი ბიჭი, მე-5 კლასში გახლავთ, ქალბატონ ნინო მაჭერაძის, აი ამ შემადგენლობით ლიეტუვაში მივდივარ და შემდეგ კვლავ მინდა ვესტუმრო ჩემს საყვარელ ბორჯომს. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის უსერიოზულ საერთაშორისო კონკურსს, სადაც A კატეგორიაში ბაჩი A-ში არა უკაცრავად B-ში უფრო რთულში B-ში პირველი პრემია დაიმსახურა საერთაშორისო ჟიურის წინაშე და ახლა C კატეგორიაში ვართ უკვე და უფრო დიდებს ვეჯიბრებით და ვრისკავ და მიმყავს. ამ კონკურსზე და გველოდება თათალიჩელი. ძალიან ბევრ წამი. გამოდის ძალიან დახუნძლული წელი გელოდება წინ. კი, შემდეგ გუნდი პრაღაში, აი 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემი სახელოვანი გოგონათა გუნდი, რომელსაც ახლა არაჩვეულებრივი 15 წლის იუბილე აღუნიშნეთ, მაისში, აი მიმყავს პრაღაში მივემგზავრებით საგუნდო საერთაშორისო კონკურსზე, რაც ძალიან სერიოზულია და დეკემბერში მივიღეთ უკვე მე და ბაჩი ბაქოში.
მოწვევა. ძალიან ძალიან სასიამოვნო სასიამოვნო ჩვენ წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ რომ დიდი ძალიან მადლობა. ბევრი წარმატებული მოსწავლე გყავდეთ ბაჩის მსგავსად. უღრმესი მადლობა და მონდომებული მშობელი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კი მაყურებელს შევახსენთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნატალია ურაგველიძე იყო.